ესეც BYD-ა, ყველანაირი ფერი მყავს. აი, ზუსტად მინდა აუხსნა მაყურებელს თუ რატომ უნდა იყიდოს ელექტროავტომობილი ან მათემოტორში და ან სხვაგან თქვათ. აი, სხვაობა რა არის? იმიტომ რომ მათემოტორსი არის ფაქტიურად პირველი ოფიციალური შემომყვანი ელექტრომობილების და პირველი ტენდენცია ოფიციალური დანერგილი აქვს მათემოტორს. მათემოტორს არ ყავს ის ბრენდები, რომლის ოფიციალური პროგრამები არ აქვს, რომლის საწარმოებთან პირდაპირ წვდომა და კონტაქტი არ აქვს. შესაბამისად, ნებისმიერი დაზიანება, ნებისმიერი საგარანტიო პირობა, ნებისმიერი რამ, რის გამოც შეიძლება რომ ადამიანმა თავი შეიკავოს ელექტრომობილის შეძენაზე, რომ დამტენის სისტემა, ელემენტის დაზიანების შემთხვევაში ამ პრობლემის აღმოფხვის სისტემა, პრობლემა, მსგავსი საკითხები მათემოტორს ჯერ ეს აქვს დალაგებული და ავტომობილების შემდეგ ყავს შემოყვანილი. გახსოვს გამოფენაზე ევროპელები რომ ნახეთ. არ ვყიდით ავტომობილებს უპატრონოთ. აი უყურეთ, ჩვენ ვიყავით გამოფენაზე ბევრჯერ ვიყავით და გვითხრეს რომ აი ეს BYD თქვა, მთელ ევროპაში იყიდება. კი, ყველგან. აი უყურეთ, ის ავტომობილები, რომელიც ჩვენთან ამ წუთას დგას, მთელ ევროპაში იყიდება. კი ბატონო. აი ძალიან კარგია რომ ქუთაისში გავხსენით, ბათუმში ხვალზე უკვე დამთავრდება რემონტი და იქნება და რატომ უნდა იყიდოს ჩვენთან? აი უყურე როგორ არის. მომხმარებელს რომ გაუმარტივოთ მომსახურების მიღება. ჩვენ ხომ მაქსიმუმ კლიენტი დავარქვათ სახელი, მომხმარებელი კომფორტზე ვართ ორიენტირებული. ადვილად გასაგები რო იყოს კლიენტი თქვათ, ხო? ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მას თავი შევაყვარო. კი ბატონო. მიიღოს მაქსიმალური მომსახურება კომპანიისგან. კომფორტი. ახლა უყურეთ. ვიღაცას, გიო, მე მინდა ზუსტად მინდა გაიგოს ადამიანებმა, რისი თქმა მინდა და რას ვამბობ. უყურეთ როგორ არის. ქუჩა იყიდება ეს ავტომობილები, ზოგი ჩინელი ყიდის, ზოგი არაბი ყიდის და რავი, ქუჩა ყველა მიცის. მაგრამ არ უნდა დახარბდე და აი ესეთი ავტომობილი ქუჩაში არ უნდა იყიდო. აი 3 დღის უკანდელი ნაყიდი ავტომობილი დგას ახლა ჩვენთან და პროგრამას წერენ, ხო? ბჭო, ხო იცი რომ ეს ამ მანქანაზე მე მისახედია და დღეს თბილისში მე არ ვიცი ახლა ისეთი პასუხისმგებლობა არის ეს რომ მანქანას რო გაყიდი მე უნდა მოემსახურო, ხო? რა თქმა უნდა. და ახლა რომ მიხვალ და იცი რა მე იმიტომ მოგეცი ამ ფაში რომ მე შენ მიხედე შენ საქმეს. მიხედე როგორ მიხედავ შენ? დიაგნოსტიკა შენ არ გაქვს. ნაწილი შენ არ გაქვს, პროგრამა არ გაქვს, როგორ უნდა მიხედო, ხო? ახლა ჯერ ჩვენ სპეციალურად არ ვამბობთ ჯეტურზე. აი რა ხდება ამ ჯეტურზე? აი გადაღებილს ყიდია